მეგობრებო, სანამ დარეკვებზე გადავიდოდეთ, გრძელდება ჩვენი რუბრიკა „ფრთიანი ფრაზების ათეული შალვა ათელაშვილისგან“. ჩვენ მოვიძიეთ 10 საუკეთესო ფრაზა, რომელსაც ეხლა გაგაცნობთ. ანუ ათეული შალვას გამონათქვამების. დავიწყოთ. მე-10 ადგილი. თუ გაიგეს, რომ ვიღაც ყურპანტურა უტვინოს, უცხოეთში აქვს დამთავრებული, იმავე წუთში დეპუტატად, მინისტრად ან მინისტრის მოადგილედ ნიშნავენ. მე-9 ადგილი. ჩვენ ბუშის ვიზიტს ველოდებით უკვე 200 წელია. მე-8 ადგილი. უკვე რა ხანია, რაც თეთრი სახლის მასონთა ლოჟის გროსმაისტერებს მოსვენებას არ აძლევს ჩვენი ლეიბორისტული პარტიის მზარდი რეიტინგი მსოფლიოს შრომელთა ფართო მასებში. მე-7 ადგილი. ინტელექტუალური ტესტი ქვია ICQ Home. მე-6 ადგილი. გპ-დან ვანო მერაბიშვილიძე მე-6. გპ-დან გარიცხეს ვანო, რადგან წერა არ იცის. განა მარტო ლაპარაკი არ იცის, წერაც არ იცის. მე-5 ადგილი. ბუხრიდან ჩამოარდნილი მაჯლაჯუნა, ეროსი კიწმარიშვილი. მე-4 ადგილი. ინდოეთში ძროხა ღმერთად არის მიჩნეული და არ ჭამენ. როცა კვდებიან, ყინავენ და კეზერაშვილზე ყიდიან. მე-3 ადგილი. ის პატარა ბიჭი რომ არის არველაძე, გვარი არ მახსოვს. მე-2 ადგილი. ჰიტლერს რომ რუსთავი ქონოდა, დღესაც არ ეცოდინებოდა, რომ გერმანელებმა ომი წააგეს. და პირველ ადგილზე გავიდა შალვა ათელაშვილის ვიდეო, რომელიც მოვიპოვეთ, ძალიან საინტერესოა, ვნახოთ. ერთი ქალბატონი მწერს, ტიგიშვილი მგონი Facebook-ზე. საინტერესოა ალბათ ცოტა ძალიან დავძაბე მაყურებელი და ამიტომ საინტერესო ამბავს მოყვები, რომ ბატონო შალვაო, თქვენო როგორ ბედავთო ივანიშვილის იმასო, რა ქვია, ლანძღვასო, მე ვიცითო 80 წლის ზედა მყავსო და მისთვისო ნაყინი ვერ მიყიდიაო და იმიტომ დგავა რომ ისგვერდითო. ჩემო ძვირფასო ქალბატონო და ასე ალბათ ძალიან ბევრი ფიქრობს. იმაზე კი არ უნდა იფიქრო, დღეს რას შეჭამთ და 80 წლის ბებია რას შეჭამს. უნდა იფიქროთ იმაზე, ხვალ რა დახვდება ჩვენ შვილებს, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან, რას საქართველოს უტოვებთ, რას შეჭამენ, როგორ გამოიკვებებიან, რას ისწავლიან. და დედა თქვენისთვის კიდე ჩემო ძვირფასო ქალბატონო, ის ნაყინი არის მავნებელი, ქოლესტერინის შეიცავს და შეიძლება ინსულტი და ინფარქტი დამარხოს.